My life is only important if me can help plenty people. My life is for people. ღარიბი ბიჭი, რომელსაც ბავშვობაში მხოლოდ კანის ფერის გამო დასცინოდნენ. ადამიანი, რომელიც სცენაზე ასვლის წინ, დედასთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. კაცი, რომელმაც ორ მტრად ქცეულ პოლიტიკურ ლიდერს ხელი ჩამოართმევინა. და ერთი კონცერტით მთელი ქვეყნის გაერთიანებას სცადა. და მუსიკოსი, რომელიც სიცოცხლის ბოლო დღეებშიც კი სხვებზე ფიქრობდა და არა საკუთარ თავზე. ეს არის ბობ მარლის ისტორია. ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს არა მხოლოდ მუსიკა, არამედ იმედი, სიყვარული და მშვიდობის რწმენა აჩუქა. მოგესალმებით, მეგობრებო, მე მარლი ვარ, რეინკარნირებული იამაიკიდან. კაი, მე ერთი იუთუბერი ვარ, რომელიც მოგიყვება ამ ბუმბერას ადამიანზე და მის ძალიან საინტერესო ცხოვრებაზე. ხო, ამ სახელით რატო ვარ წარმოდგენილი, არასდროს ვითქვამს თქვენთვის. მოკლედ, მარლის მუსიკები ჩემთვის პირდაპირ ბავშვობასთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი პირველი მუსიკოსი იყო, რომელსაც მოვუსმინე დაახლოებით 8 წლის ასაკში. აი ეს პერიოდი იყო, Country 1.6 რო იყო Switch-ი და ამ ნიკნეიმით თამაშობდი, რაც დღეს ვქვია YouTube-ზე. ხო, მაგის მერე ეგ სახელი შევომჩა, ადრე რო სტრიმავდი თამაშებს PUBG-ს და Counter-ს, იქაც ეგ მეწერა და YouTube-ზეც მაგ სახელით შემოვედი. მოკლედ, თლად მუსიკოს მარლისთან არ არის დაკავშირებული, უბრალოდ ბავშვობიდან მომზდევს და რაღაც ნოსტალგიური სახელია ჩემთვის. ხო, თვითონ ბობ მარლის ისტორიას ძალიან უცნაური დასაწყისი აქვს. რობერტ ნესტა მარლი დაიბადა 1945 წლის 6 თებერვალს იამაიკაში. დედამისი სედელა ბუკერი მაშინ სულ რაღაც 18 წლის იყო. ახალგაზრდა იამაიკელი გოგო, რომელიც მალევე მარტო დარჩა პატარა ბავშვით ხელში. მამა კი ნორვალ მარლი, ქერტკანიანი ბრიტანელი კაცი, დაახლოებით 60 წლის, ის იამაიკაში რაღაც პლანტაციის ზედამხედველად მუშაობდა. სედელა და ნოვალი ერთად დიდხანს არ დარჩენილან, ბობი რო დაიბადა, მაშინვე დაშორდნენ ერთმანეთს. მამა მის ცხოვრებაში თითქმის არ ყოფილა. ბობის მამა მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ის 10 წლის იყო, მაგრამ რეალურად მანამდეც არ ეჭირა დიდი ადგილი მის ცხოვრებაში. ბობი მამაზე იშვიათად ლაპარაკობდა, თუ ლაპარაკობდა წყენით, ისეთ სასტიკ გარემოში გაიზარდა მარლი, მაგას გეტყვით ვიდეოში ყველაფერს. მარლის შეყვარებული ესტერ ანდერსონი იხსენებდა, რომ ბობისთვის მამა თითქმის არ არსებობდა, მხოლოდ ერთი ფოტოსურათი ჰქონდა შემორჩენილიო ვიღაც თეთრკანიანი კაცი ცხენზე და ეს ერთი ფოტო იყო მთლიანი კავშირი ბობის მამასთან. აი რატომ იყო ბობის დედა მარლის ცხოვრებაში ესეთი მნიშვნელოვანი, ახლა გეტყვით. სედელა იყო ადამიანი, ვინც რეალურად გაზარდა ბობი. ის იყო დედაც, მამაც, დამცველიც, პირველი საყრდენი. წარმოიდგინე, ხარ 18 წლის გოგო, ცხოვრობ იამაიკაში, არც ფული გაქვს, არც მარტივი გარემო და მარტო ზრდი ბავშვს, რომელსაც საზოგადოება ისედაც უცნაურად უყურებს. იმიტომ რომ შერეული რასის იყო. დედა იამაიკელი, მამა ბრიტანელი. მაგრამ სედელა არ გატყდა. შეიძლება ბობს ბევრი არაფერი არ ქონდა ბავშვობაში, მაგრამ დედისგან ის მიიღო, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაყვა. გამძლეობა, წმენა, სითბო, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს ცხოვრება, ფეხზე უნდა ადგე და გააგრძელო. ბავშვობაში ის იამაიკის პატარა სოფელში, 9 მაილში გაიზარდა. ეს ადგილი იყო მშვიდი, სოფლის გარემო, ბუნება, ღარიბი ხალხი. ახალგაზრდა ასაკში ის წავიდა კინგსტონში. ის მოხვდა უბანში, რომელიც მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი გახდა, ტრენჩტაუნში. მაგრამ ბევრმა შეიძლება არ იცოდეთ, თუ რატომ ქვია ამ უბანს ესე. ტრენჩტაუნი იყო ღარიბი უბანი. დაბალი შემოსავლის ხალხით, ნახევრად დამწვარი და გაჭირვებული სახლებით და სახელით შემთხვევით არ ქონია. ეს ადგილი რეალურად აშენებული იყო კანალიზაციის ტრენჩის თავზე. ამ უბანში იყვნენ ქუჩის ბიჭები, ριუდ ბოის, რომლებიც ხშირად ძალადობასთან, ჩხუბებთან და კრიმინალურ გარემოსთან ასოცირდებოდნენ. ბობი საკუთარ თავს ასეთ ტიპად არ თვლიდა, მაგრამ არც ის იყო ადამიანი, ვინც მარტივად დააჩაგვრინებდა ვინმეს თავს. სწორედ ქუჩაში თავის დაცვის და ჩხუბის უნარის გამო მიიღო მეტსახელი Top Gang, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვა. და უფრო საინტერესო ის არის, რომ მოგვიანებით ბობმა თავის ლეიბლებსაც ესე დაარქვა. ანუ ქუჩის სახელი ნენელა იქცა მუსიკალურ სიმბოლოდ. ეს იყო ადგილი, სადაც მან ნახა რეალური ცხოვრება. სიღარიბე, უსამართლობა, მეგობრობა, ღალატი, ხალხის გაჭირვება და იმედი. სწორედ მისი ყველაზე პოპულარული სიმღერა No Woman No Cry ამ ადგილიდან გამომდინარე აქვს დაწერილი. როცა ხალხს არაფერი ჰქონდა, მაგრამ ჰქონდათ ერთმანეთის იმედი. ბობი ტრენჩტაუნში უკვე მუსიკაზე სერიოზულად ფიქრობდა. როგორც ბევრ კინგსტონელ ბიჭს, მასაც უნდოდა რომ ადგილობრივ მუსიკალურ სცენაზე მოხვედრილიყო. მუსიკით შეპყრობილმა ღარიბმა ბავშვმა ხო სწორედ მაგიტომ დაიწყო მუსიკის შექმნა, რომ უნდოდა თავისი ხალხის ხმა მთელ მსოფლიოში გაევრცელებია. 16-17 წლის მარლი 60-იანების დასაწყისში მუსიკას უკვე თავის ბავშვობის მეგობართან ერთად წერდა. მაგრამ დედამისი სედელა კარგად ხვდებოდა ერთ რამეს, მუსიკა შეიძლება ოცნება იყო, მაგრამ გარანტია არ იყო. იმ სიღარიბიდან გამოსვლა მხოლოდ სიმღერით ძალიან რთული ჩანდა. ბობმა სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა. ერთ დღეს ადგა ესე, სახლში მივიდა, დედას წიგნები მიუტანა და უთხრა, რომ სკოლაში აღარ დავბრუნდებიო. თან ისიც უთქვამს, რომ ეს წიგნები ჩემს მეგობარს შემიძლია მივცეო. დედამისი პანიკაში არ ჩავარდნილა, მაგრამ როგორც დედა, ცდილობდა ბობს რაღაც ხელობა მაინც ესწავლა.
ამიტომ მოუძებნა სამუშაო შემდუღებლის შეგირდად. ერთ დღეს სახელოსნოში მუშაობისას ძალიან ცხელი მეტალი თვალში მოხვდა. იმდენად მტკივნეული იყო ეს ბობისთვის, რომ მაშინ გადაწყვიტა, რომ შემდუღებლის პროფესიაზე თავი დაენებებინა. და შეიძლება ითქვას, ერთი მტკივნეული შემთხვევა გახდა ის მომენტი, რომელმაც ბობი საბოლოოდ მუსიკისკენ შეაბრუნა. ამ სამსახურში გაიცნო პიტერ ტოში, კიდევ ერთი ახალგაზრდა მუსიკოსი. შემდეგ ბობ მარლი, პიტერ ტოში, ნევილ ლივინგსტონი, ანუ ბანი ვეილერი, ბავშვობის მეგობარი იყო მისი, ერთად შეიკრიბნენ და შექმნეს ვოკალური ჯგუფი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სწორედ იმ არასწორ სამსახურში შეხვდა ადამიანს, რომელიც მის მუსიკალურ გზაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. 60-იანების დასაწყისში კინგსტონის მუსიკალური სცენა ძალიან სწრაფად იზრდებოდა და ამ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჯო ჰიქსი. ის არ მხოლოდ მომღერალი და სიმღერების ავტორი იყო, არამედ ახალგაზრდა ტალანტებს უფასოდ ასწავლიდა სიმღერას, ტექსტების წერას და ვოკალს. სწორედ მისი დახმარებით გადადგა ბობმა მუსიკაში პირველი სერიოზული ნაბიჯები. სწორედ ჯო ჰიქსის მოსწავლეები იყვნენ, ვინც ვახსენეთ, მარლი, პიტერ ტოში, ბანი ვეილერი. ჰიქსმა მათ ასწავლა ვოკალი, სუნთქვის კონტროლი, გიტარაზე მელოდიების აწყობა და აზრიანი ტექსტების წერა. სწორედ ამიტომ გახდა ბობ მარლის მუსიკა გამორჩეული. ის მხოლოდ სიყვარულზე ამღეროდა. მისი სიმღერები სიღარიბეზე, უსამართლობაზე, თავისუფლებასა და ხალხის ბრძოლაზე იყო. 99-ში ჰიქსი გარდაიცვალა, მაგრამ იამაიკაში დღემდე ახსოვთ, როგორც ადამიანი, რომელმაც არაერთი ლეგენდა აღზარდა. მარტივად რომ ვთქვათ, ბობ მარლის ჰქონდა ნიჭი, ხმა, სათქმელი, ხოლო ჯო ჰიქსმა ასწავლა როგორ ექცია ეს ყველაფერი დიდ მუსიკად. მარლის კარიერის დასაწყისში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ლესლი კონგი. ჩინური იამაიკური წარმოშობის ბიზნესმენი, რომელსაც კინგსტონში ჰქონდა რესტორანი და მუსიკალური მაღაზია სახელად ბევერლის. ბობმა თავისი პირველი ჩანაწერი სწორედ კონგთან გააკეთა, მაგრამ ძალიან არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. კონგმა ბობს ძალიან მცირე თანხა გადაუხადა. ამბობენ, რომ ამ ჩანაწერებისთვის ბობმა მხოლოდ $20 მიიღო. დღეს ეს შეიძლება წარმოუდგენელად ჟღერდეს, მაგრამ მაშინ იამაიკის მუსიკალურ ინდუსტრიაში ასეთი დამოკიდებულება ხშირი იყო. ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსი ნიჭიერი იყო, მაგრამ ბიზნესის მხარე არ იცოდნენ. და პროდიუსერები ამას ხშირად თავიანთ სასარგებლოდ იყენებდნენ. ვეილერმა, ბობის ჯგუფმა კონგთან რაოდენიმე მუსიკა ჩაწერა. რადგან რეალური არჩევანი რომ გითხრათ არ ქონიათ. თუ გინდოდა მუსიკაში შეღწევა, ხშირად ასეთი უსამართლო პირობებისთვის უნდა გაგეძლო უბრალოდ. 70 წელს ამ ჩინელმა გადაწყვიტა გამოიშვა კრებული The Best of the Wailers. პრობლემა ის იყო, რომ ეს ყველაფერი მან ჯგუფის ნებართვის გარეშე გააკეთა. ეს ბობის ბავშვობის მეგობარს ბანი ვეილერს ძალიან არ მოეწონა. ლეგენდის მიხედვით ბანი ვეილერსმა კონგი დააწყევლა. თუ ალბომს გამოუშვებ, ყველაფერი ცუდად დაგიმთავრდებაო. უცნაური რა არის იცით? ამ ალბომის გამოსვლიდან ერთ წელში ლესლი კონგი გულის შეტევით გარდაიცვალა. მხოლოდ 37 წლის ასაკში. კლემენტ დოდთან გადასვლა ბობ მარლისთვის და The Wailers-ისთვის დიდი ნაბიჯი იყო. დოდის ლეგენდარულ სტუდიაში, Studio One-ში იქმნებოდა იამაიკური მუსიკის მთავარი ჟღერადობა. მიუხედავად იმისა, რომ დოდი მუსიკოსი არ იყო, მას უნიკალური ნიჭი ჰქონდა, ზუსტად იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო კარგი ჩანაწერის ჟღერადობა. მათი პირველი დიდი წარმატება იყო სიმღერა Simmer Down. ეს სიმღერა პირდაპირ მიმართული იყო Trench Town-ის ქუჩის ბიჭებისკენ, იმ Rude Boys-ისკენ, რომლებიც ხშირად ჩხუბით და ძალადობით აგვარებდნენ პრობლემას. სიმღერის აზრი ესეთია: დამშვიდი, თავი აკონტროლე, თორემ ბოლოს შენ დაზარალდები. ან ბობი ქუჩის ბიჭებს არ ეუბნებოდა, მე თქვენთან ვარ, მოდი ვიჩხუბოთ, პირიქით ეუბნებოდა, დაწყნარდით, ეს გზა კარგ რაღაცამდე არ მიგიყვანთო. ამ სიმღერას ბობისთვის რაღაც პირადი მნიშვნელობა ჰქონდა. დედამისი სედელა სულ ნერვიულობდა, რომ ბობი Trench Town-ის რთულ გარემოში ცუდ ხალხთან არ დაახლოებულიყო. იმ უბანში ადვილი იყო ქუჩის ცხოვრებაში ჩათრევა. სიმღერა Simmer Down-ით კი ბობის მხრიდან თითქოს დედისთვის პასუხი იყო. ნუ გეშინია, მე მათნაირი არ ვარ, მე ძალადობას არ ვირჩევ, მე უბრალოდ მუსიკით ვლაპარაკობ. ეს ძალიან მაგარი მომენტია ბობ მარლის ისტორიაში, რადგან აქ უკვე ჩანს მისი მომავალი როლი, თუ რა დიდი გაიზრდება ის. ამის შემდეგ დაიწყო ბობ მარლის და ვეილერის სერიოზულად აღიარება იამაიკაში. 1966 წელი ბობისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ის დაქორწინდა რიტა მარლიზე, დედამისი სელენა ბუკერი კი დელავერში გადავიდა, სადაც ბობმა გარკვეული დრო გაატარა. არავინ არ იცოდა, რომ იამაიკაში ერთ-ერთი დიდი მუსიკოსი იყო. სწორედ ამერიკაში გაიცნო დრამერი იბი სპიცი, რომელიც მოგვიანებით იამაიკაში ჩახვა და გაოცებული იყო, რომ საკუთარი თვალით ნახა, რამდენად დიდი ვარსკვლავი იყო ბობ მარლის საკუთარ ქვეყანაში. მან ესე თქვა, თითქოს იესო თავის მოწაფეებთან ერთად დადიოდაო. სანამ ამერიკაში ბობ მარლი თითქმის უცნობი იყო, იამაიკაში მისი ცხოვრება კიდევ რადიკალურად შეიცვალა. 66 წლის 21 აპრილს იამაიკაში ჩავიდა ჰეილ სელასიე პირველი. არ ვიცი სწორად ვამბობ თუ არა მის სახელს, რაც რასტაფარიანებისთვის ისტორიული მომენტი გახდა. გეტყვით ახლა რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ისინი ეთიოპიას სულიერ სამშობლოდ მიიჩნევდნენ, ხოლო სელასიეს ბევრი ღვთის გამოვლინებად ან მესიურ ფიგურად აღიქვამდნენ. სწორედ ამ მოვლენამ და რასტაფარიანულმა რწმენამ
ბობ მარლის ცხოვრებასა და მის მუსიკაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ძალიან მარტივად რომ გითხრათ, რასტაფარები ფიქრობდნენ, რომ აფრიკიდან მონობით წამყვანილი ხალხი ცხოვრობდა ბაბილონში, ანუ უსამართლო, გაფუჭებულ სამყაროში და საბოლოოდ უნდა დაბრუნებულიყვნენ ზაიონში, ანუ აფრიკაში, განსაკუთრებით ეთიოპიაში. რასტაფარიანიზმი რამდენიმე ტრადიციის შერწყმაა და ყველაზე ძლიერად ეყრდნობა ქრისტიანობას, თუმცა მასში აფრიკული იდენტობა და კულტურული ელემენტები ძლიერადაა წარმოდგენილი. იყენებენ ბიბლიას, განსაკუთრებით ძველ აღქმას და ბევრ სწავლებაც ქრისტიანობიდან იღებენ. აფრიკული იდენტობიდან კი ეთიოპია სულიერ სამშობლოდ მიიჩნევა და შავკანიანთა ისტორიისა და ღირსების აღდგენას უსვამს ხაზს. სწორედ მისი ცნობილი დრედებიც ამას უკავშირდება. მან თმის შეჭრა გადაწყვიტა და ბუნებრივად დაიწყო დრედების გაზრდა. ეს არ ყოფილა მოდის გამო, რასტაფარიანელებისთვის გრძელი თმა, თვისადმი ერთგულების, თავისუფლებისა და ბიბლიური ნაზირის აღქმის სიმბოლოა. ბობისთვის დრედები მისი წმენის ნაწილი იყო და არა უბრალოდ ვარცხნილობა. ბობ მარლის გზაზე წარმატება ყოველთვის სუფთა და მარტივი არ ყოფილა. თითქმის ყველა ეტაპზე იყვნენ ადამიანები, ვინც მის ნიჭში შესაძლებლობას ხედავდნენ, თუმცა ამ შესაძლებლობას ყოველთვის საკუთარი ჯიბებისთვის იყენებდნენ. ბანი ვეილერსი, ბობის ბავშვობის მეგობარი, მოგვიანებით ძალიან მკაცრად ამბობდა, რომ ლი ფერიმ ისინი ფინანსურად მოატყუა, მისი თქმით, ის ჩანაწერებისთვის ჯგუფმა არაფერი მიიღო. სწორედ ამიტომ ბობის მუსიკაში ხშირად იგრძნობა ეს სიმწარე. შენ თესავ რაღაცას, მაგრამ ვიღაც სხვები ცდილობდნენ მოსავალი წაიღონო. ამ პერიოდისთვის ბობ მარლი და The Wailers-ი აღარ იყვნენ უბრალოდ Trenchtown-ის პატარა ბიჭი მუსიკოსები, მათ ჰქონდათ საკუთარი ხმა, საკუთარი რწმენა და ის რიტმი, რომელიც მალე იამაიკიდან მთელ მსოფლიოში გადავიდა. კინგსტონში ბობ მარლიმ გაიცნო ჯონი ნეში და მისმა მენეჯერმა დანი სიმსმა ბობს ლონდონში თანამშრომლობა შესთავაზეს. ამ პერიოდში ნეშმა ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა Stir It Up ჩაწერა. კი ბობმა მიიღო შესაძლებლობა ლონდონში სიმღერა ჩაეწერა, მაგრამ საბოლოოდ ამით ნეშმა უფრო იხეირა. ხოლო The Wailers-ი ბობის ჯგუფი იმედგაცრუებული და თითქმის უფულოდ დარჩა. სწორედ მაშინ შეხვდნენ კრის ბლეკველს, რომელმაც მათი პოტენციალი დაინახა და Island Records-თან კონტრაქტი შესთავაზა. ეს შემთხვევა გახდა გარდატეხი მომენტი, რომელმაც ბობ მარლი და The Wailers-ი სოფლიო სცენაზე აიყვანა. კრის ბლეკველმა The Wailers ესე უბრალოდ 4000 ფუნტი მისცა და უთხრა, რომ წადით და ახალი ალბომი ჩაწერეთო. მაშინ იშვიათი იყო ესეთი სიკეთის გაკეთება ბიზნესმენებისგან. რამდენიმე თვის შემდეგ იამაიკაში ჩავიდა, ალბომი მოისმინა და მათი ხარისხით იმდენად მოიხიბლა, რომ სწორედ აქ დაიბადა Catch a Fire ალბომი, რომელმაც ბობ მარლი და Wailers-ი საბოლოოდ მსოფლიო რუკაზე გაიყვანა. 70-იან წლებში იამაიკა პოლიტიკური ზალადობით იყო გაყოფილი ორ მთავარ პარტიას შორის, People's National Party და Jamaica Labour Party. ბობ მარლი ცდილობდა ხალხის გაერთიანებას. ამიტომ დათანხმდა უფასო Smile Jamaica კონცერტში მონაწილეობას. მისი მიზანი იყო მუსიკის საშუალებით მშვიდობისა და ერთიანობის გზავნილი მიეტანა მთელი იამაიკისთვის. მაგრამ კონცერტამდე 2 დღით ადრე, როცა Wailers-ი ბობის კინგსტონის სახლში რეპეტიციას გადიოდა, სახლში შეიჭრნენ შეიარაღებული ადამიანები და სროლა დაიწყეს. ბობი ხელში დაიჭრა, რიტა მარლის მის დედას ტყვიამ თავთან გაუარა, მათი მენეჯერი დონ ტეილორი 5 ჯერ დაჭრეს, მაგრამ გადარჩა. ეს უბრალოდ მუქარა აღარ იყო. ეს იყო პირდაპირი შეტევა. და ყველაზე გიჟური რა არის, იცით? ბობ მარლი 2 დღეში სცენაზე მაინც ავიდა. ტყუის კვალი ჯერ კიდევ ხელში ჰქონდა, მაგრამ კონცერტი მაინც არ გააუქმა. ეს მომენტი ძალიან ბევრს ამბობს, ის არ იყო უბრალოდ მომღერალი, რომელიც მშვიდობაზე მღეროდა. როცა რეალური საფრთხე დაინახა, მან უკან მაინც არ დაიხია. ბევრი ქვეყნიდანაც გაიქცეოდა, მაგრამ ამ ამბის შემდეგ მისი სურვილი იყო იამაიკელები ერთმანეთთან დაიახლოვებია. 2 წლის შემდეგ 1978 წელს ბობმა მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთ ისტორიულ კონცერტში One Love Peace Concert. და რატო იყო ეს კონცერტი მნიშვნელოვანი გეტყვით. ამ კონცერტზე დარბაზში იყვნენ იამაიკის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მანლი და ოპოზიციის ლიდერი ედვარდ სიგა. ორი მხარე, რომელთა მხარდამჭერებს შორის ქვეყანა ფაქტობრივად გაყოფილი იყო და ბობმა ისინი სცენაზე აიყვანა და ორივეს ხელი ჩამოართმევინა ერთმანეთზე. ეს იყო ძალიან ძლიერი კადრი. ქვეყანა, რომელიც პოლიტიკამ დაჰყო და შუაში დგას ბობ მარლი. კაცი, რომელიც მუსიკით ცდილობს ორი მოწინააღმდეგე მხარე ერთ წამში შეარიგოს ერთმანეთს. ამ ნაბიჯის გამო, რამდენიმე კვირაში ბობ მарлიმ გაეროს მშვიდობის მედალი მიიღო და აქ უკვე ნათლად ჩანს, რატო იყო ბობ მარლი მუსიკაზე მეტი. მას ესმოდა, რომ როცა ხალხი შენს მუსიკას უსმენს, ეს პასუხისმგებლობაც არის. ბობმა ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე ბოლომდე აიღო, მაშინ როცა მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. ბობ მарлისა და Wailers-ის ბოლო ამერიკულ ტურნეზე ისინი Madison Square Garden-ში კომოდორესთან ერთად გამოვიდნენ, სადაც ასევე მონაწილეობდა ახალგაზრდა კურტის ბლოუ. კურტისის თქმით, ბობის დამატების შემდეგ კონცერტის ბილეთები თითქმის მყისიერად გაიყიდა, რაც მის უზარმაზარ პოპულარობას უსვამდა ხაზს. კულისებში კი ბობ მарлიმ თავად მიულოცა ახალგაზრდა რეპერს და უთხრა: "კურტის, I like your stuff." ეს მომენტი კარგად აჩვენებდა, რომ მიუხედავად სოფლიო ვარსკვლავობისა, ბობი ახალ თაობას პატივს სცემდა და მისი გავლენა უკვე რეგის ფარგლებსაც სდებოდა. ბობ მარლის
ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ნაწილი მაშინ დაიწყო, როცა მის ჯანმრთელობას პრობლემა შეექმნა. ბობს ძალიან უყვარდა ფეხბურთი. ხშირად თამაშობდა, ამიტომ ფეხზე ფრჩხილის ქვეშ პრობლემა გაუჩნდა. თავიდან ამ ფაქტს ყურადღება არ მიაქცია, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს იყო მელანომა. კიბოს ძალიან სერიოზული ფორმა. ექიმებმა ურჩიეს, რომ საუკეთესო გამოსავალი თითის ამპუტაცია იყო, ანუ დაავადებული ნაწილი უბრალოდ უნდა მოეშორებინა, სანამ კიბო ორგანიზმში გავრცელდებოდა, მაგრამ ბობისთვის ეს მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა. მისი რასტაფარიანული რწმენის მიხედვით, სხეულის ნებისმიერი ნაწილის მოჭრა მისთვის მიუღებელი იყო. ამიტომ უარი თქვა. ის დათანხმდა სხვა ტიპის ოპერაციას, კანის გადანერგვას, მაგრამ ეს საკმარისი არ ყოფილა. მისი ლეგენდარული კონცერტის შემდეგ, რომელიც Madison Square Garden-ში ჩაატარა, აღმოჩნდა, რომ კიბოს სხეულში უკვე ძალიან იყო გავრცელებული. 1991 წლის 31 მაისს ბობ მარლი გარდაიცვალა. ეს ძალიან მძიმე იყო ყველასთვის, რადგან ბობი იმ ასაკში წავიდა, როდესაც ბევრი არტისტი ჯერ კიდევ კარიერის პიკს უახლოვდება. ბობის ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი ეკავა აფრიკას, განსაკუთრებით ეთიოპიას. სანამ გარდაიცვლებოდა 78 წელს ბობი ეთიოპიაში ჩავიდა. ეს თითქოს სიმბოლური დაბრუნება იყო მიწაზე, რომელსაც რასტაფარების სულიერ სამშობლოდ მიიჩნევდნენ. ბობი შეხვდა ადამიანებს, მოინახულა ეკლესიები, იმღერა ეთიოპიის სამეფო ოჯახისთვის და ამ პერიოდში რამდენიმე სიმღერაზეც მუშაობდა, რომელიც მოგვიანებით Survival ალბომში შევიდა. წლების შემდეგ ბობის დედამ თქვა, რომ ბობის ნეშტის ეთიოპიაში გადასვენება სურდა. მისი აზრით ბობის მთელი ცხოვრება აფრიკას უკავშირდებოდა და ეთიოპია მისი სულიერი დასასვენებელი იყო. მაგრამ იამაიკაში ბევრს ეს იდეა არ მოსწონდა, რა თქმა უნდა. და გასაგებიცა, იამაიკელებისთვის ბობ მარლი ეროვნული განძია. მათთვის ბობი არის კაცი, რომელმაც იამაიკის პატარა კუნძული თერმ სოფლიოს გააცნო. მისი გავლენა სხვა დიდ მუსიკოსებზე ძალიან იგრძნობოდა. 1975 წელს კინგსტონში გაიმართა კონცერტი Wonder Dream, რომელიც იამაიკის უსინათლო ინსტიტუტის დასახმარებლად ჩატარდა. და აქ იყო სტივ ვანდერიც. სტივ ვანდერი და Wailers-ი ერთად ავიდნენ სცენაზე და შეასრულეს I shot the sheriff და Superstition. აქედან დაიწყო მარლის და სტივ ვანდერის მეგობრობა. მოგვიანებით მათ კიდევ იმღერეს და სტივ ვანდერმაც ბობს თავისი პატივი მიაგო. სიმღერა Master Blaster-ი რეგის ჟღერადობით არის შექმნილი და ბობ მარლის ეძღვნება. ეს ძალიან ლამაზი დეტალი იყო. ბობი უკვე იმდენად დიდი ფიგურა იყო, რომ სტივ ვანდერის მასშტაბის არტისტიც მისგან შთაგონებას იღებდა. ბობის გარდაცვალებიდან რამოდენიმე წელში რიტა მარლიმ მის სახელზე დააარსა Bob Marley Foundation. ფონდის მიზანი იყო ის, რაც ბობს ცხოვრებაშიც ჯეროდა. დახმარებოდა უბრალო ხალხს, განსაკუთრებით ღარიბ და უცვლელ ადამიანებს იამაიკაში. ფონდმა წლების განმავლობაში ძალიან დიდი საქმე გააკეთა. სტუდენტებისთვის სტიპენდიები, სკოლებისთვის წიგნები, სასწავლო ნივთები, კლინიკებისთვის და საავადმყოფოებისთვის აღჭურვილობა, მოხუცებზე ზრუნის პროგრამები, ქალთა ფეხბურთის დახმარება, კულტურული პროექტები, მუსიკისა და ხელოვნების ვორქშოპები. ასევე შექმნეს One Love Youth Camp ადგილი, რომელიც რისკის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს ქუჩისგან აშორებს და მუსიკისა და ხელოვნებისკენ მიხავს. ეს ყველაფერი ძალიან უხდება ბობის ისტორიას. იმიტომ რომ ბობ მარლი მთელი ცხოვრება ამ მიზანს ემსახურებოდა. თუ შენ ხალხს არ ეხმარები, მაშინ რისთვის გაქვს ეს ხმა? მას აქვს ერთი ძალიან ძლიერი ფრაზა. ჩემი ცხოვრება მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, თუ ბევრი ადამიანის დახმარება შემიძლია. ზუსტად ეს იყო ბობ მარლი, არა მხოლოდ მომღერალი, არა უბრალოდ რეგის ვარსკვლავი, არამედ ადამიანი, რომელმაც თავისი ტკივილი, რწმენა და სიყვარული ისე აქცია მუსიკად, რომ დღემდე მილიონობით ადამიანს აძლიერებს. ბობ მარლი მხოლოდ 36 წლის იყო, როცა წავიდა, მაგრამ ზოგჯერ ადამიანს არ სჭირდება დიდხანს ცხოვრება იმისთვის, რომ რაღაც კვალი დატოვოს. ბიჭი ღარიბი უბნიდან, ღარიბი ქვეყნიდან, რომელმაც ძალიან დიდი სახელი დატოვა მუსიკაში და არა მხოლოდ მუსიკაში, მთელ სამყაროში. მისი მთავარი მიზანი ყოველთვის გაჭირვებული ხალხის დახმარება იყო. ბევრს არ სჯეროდა პატარა ბიჭი, ღარიბი კრიმინალური უბნიდან ამ ყველაფერს მიაღწევდა. თუმცა ისტორია სხვა რამეს გვიყვება. ხო, ეს იყო ბობ მარლის ისტორია. ამით დავამთავრებ. ისე მიყვარს ეგ ადამიანი, მაგის სიმღერები ჩემ ბავშვობასთან არის დაკავშირებული და მინდოდა რომ მისი ისტორია მომეტანათ თქვენამდე. იმედია მოგეწონათ. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ, გამოიწერეთ, კიდევ დავდებ სულ რამოდენიმე დღეში ერთ საინტერესო ვიდეოს, გაკოცეთ დროებით.